ეთერში ამოამბეთ 14 საათზე ახალ ამბებს მარიამ ვაშაძე გაგაცნობთ. საკონსტიტუციო სასამართლოში შესახებ კანონთან დაკავშირებული სასჯელის განხილვა მიმდინარეობს. გუშინდელისგან განსხვავებით დღეს პლენუმი სასამართლოში სრული შემადგენლობით გამოცხადა. საქმე ეხება 40-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის, პარლამენტის წევრების და სტუდენტების 4 გაერთიანებულ სარჩელს, რომელშიც მოსარჩელე მხარე მოითხოვს არაკონსტიტუციურად იყოს ცნობილი საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის ის ნორმები, რომელიც პარლამენტმა 3 ივნის დაამტკიცა. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ნორმები თავისუფალი სასამართლოს პრინციპებს ეწინააღმდეგება. საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებზე განცხადება გაკეთდა მმართველ გუნდში საგანგებო ბრიფინგზე კაბესელიამ და გიავორსკიმ განაცხადეს, რომ ნაციონალურ მოძრაობა საკონსტიტუციო რევოლუცია ჰქონდა დაგეგმილი, რაც ოპოზიციურმა პარტიამ ვერ განახორციელა. მათ გიორგი პაპუაშვილი და რამდენიმე მოსამართლე ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირში დაადანაშაულეს. დეპუტატების თქმით, გიორგი პაპუაშვილის ბოლოდროინდელი განცხადებების მიზეზი საკონსტიტუციო სასამართლოს 20 ივლისის გადაწყვეტილება გახდა, სადაც 52 დეპუტატის, მათ შორის ნაცმოძრაობის წარმომადგენლების სარჩელი საარჩევნო ოლქების საზღვრების დადგენის წესთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა. ხმაური იყო ზესტაფონში დამწვარი ბაზრის ტერიტორიაზე ერთმანეთს ბაზრის მეწილების სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. მთავარი წილის მფლობელი პარტნიორს ბაზრის სპეციალურად გადაწყვეტა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან გარიგებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ბაზრის ტერიტორიის დაპატრონება აღნიშნულ პირებს აქ არსებული სილიკონ-მანგანუმის ქერქული ნარჩენების მოპოვების მიზნით სურთ. საწინააღმდეგო ბრალდებები აქვს მეორე მეწილეს, რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარეს, ის ბაზრის დირექტორის ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს. ხანძრის შედეგად მიყენებული ზარარის დათვლა კი ამ დრომდე არ დაწყებულა, ასევე უცნობია ხანძრის გაჩენის ზუსტი მიზეზი. თავდაცვის ახალ მინისტრს 2 მოადგილე ეყოლება. ლევან იზორიას განცხადებით, მისი პირველი მოადგილის თანამდებობას ლელა ჩიქოვანი დაიკავებს, კიდევ ერთი მოადგილე კი ნუკრი გელაშვილი იქნება. ჩიქოვანი ბოლო 1 წლის განმავლობაში უსაფრთხოების სამსახურში ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო. გელაშვილი კი 2012 წლიდან დღემდე შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას ხელმძღვანელობდა. ტრისტან წითელაშვილის საქმეზე პირველი კომენტარი გააკეთა თავდაცვის ახალმა მინისტრმა. ლევან იზორიას განცხადებით, საქმე ეხებოდა არა საიდუმლო ობიექტში შესვლის უფლების დარღვევას, არამედ სარეჟიმო წესების დარღვევას. მინისტრის თქმით, უწყებამ პროკურატურას საქმეზე არსებული ყველა მასალა უკვე გადაუგზავნა და გამოძიებაც მიმდინარეობს. დუბაის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავმა ავარიული დაშვება განახორციელა. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი ინდოეთიდან მიფრინავდა, გზაში კი იძულებული გახდა დუბაის აეროპორტში დაშვებული იყო, რის შემდეგაც მას ხანძარი გაუჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ყველა მგზავრის ევაკუაცია განხორციელდა. ინციდენტს მსხვერპლი არ მოყოლია. ვრცელდება სამოყვარულო კამერით გადაღებული პირველი კადრები, სადაც ჩანს, რომ თვითმფრინავს აეროპორტის ტერიტორიაზე ყვავილშია გახვეული. თურქეთის პრეზიდენტმა დასავლეთის ქვეყნები თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობაში მხარდაჭერაში დაადანაშაულა. ამის შესახებ BBC უწყება. სამწუხაროდ დასავლეთი მხარს უჭერს ტერორს და შეთქმულების მონაწილეებს. ის, ვინც მეგობარი გვეგონა მე ამბოხების და ტერორისტების უკან დგანან, განცხადება ერდოღანმა სატელევიზიო მიმართვისას გააკეთა. მან გააკრიტიკა გერმანია, რომლის სასამართლოს აკრძალა ერდოღანის ვიდეო მიმართვა. მისი მომხრეებისადმი განკუთვნილი. პრეზიდენტის თქმით, ანკარამ ამერიკის ხელისუფლებას უკვე მეორედ გაუგზავნა მოთხოვნა სასულიერო პირის ფეთულა გიულენის თურქეთისთვის გადაცემის შესახებ, თუმცა კვლავ უარი მიიღო. გარდა ამისა, ერდოღანის თქმით, ევროკავშირის ხელმძღვანელობა არასრულებს ვალდებულებებს მიგრანტებთან დაკავშირებით, მიუხედავად თურქეთის ძალისხმევისა მიგრაციული ნაკადის შესაჩერებლად. სირიის ქალაქ ალეპოში ქიმიური იარაღის გამოყენებას 5 ადამიანი ემსხვერპლა. რუსული მედიის ცნობით, ტერორისტებმა აკრძალული მომწამლელი ნივთიერება ალეპოს ორუბანში გამოიყენეს. გავრცელებული ცნობით, ქიმიური იარაღის გამოყენების გამო ადამიანები იმ ზონაში დაიღუპნენ, სადაც რამდენიმე დღის წინ ამბოხებულებმა რუსული ბეთფრენი ჩამოაგდეს. პარალელურად ალეპოში ამბოხებულებსა და სამთავრობო არმიას შორის ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობს. ოპოზიციური ძალები სახელისუფლებო ჯარების მიერ დაკავებული ტერიტორიის გათავისუფლებას ცდილობენ. ჩრდილო კორეამ ბალისტიკური რაკეტების მორიგი გამოცდა განახორციელა. სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2 ბალისტიკურმა რაკეტამ 1000 კილომეტრამდე მანძილი დაფარა და იაპონიის ზღვაში ჩავარდა. ფხენიანის სარაკეტო ტესტის გამო შეშფოთება გამოთქვეს სამხრეთ კორეის, იაპონიის და ამერიკის მთავრობებმა. სამხრეთ კორეა და ამერიკა რაკეტს საწინააღმდეგო თავდაცვის სისტემას ქმნის, რის გამოც ჩრდილო კორეამ ბოლო დროს რაკეტების გაშვება გაახშირა.
ლონდონის ქუჩებში სამართალდამცველების რაოდენობა გაორმაგდა. ქალაქის მერიამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება ევროპაში გახშირებული თავდასხმების შემდეგ მიიღეს. თავდასხმები მოხდა გერმანიაში, საფრანგეთში, ბელგიაში. ჩვენი მხრიდან სულელური საქციელი იქნებოდა, რომ ამის იგნორირება მოგვახდინა. ამიტომ ლონდონის ქუჩებში იდგებიან შეიარაღებული ოფიცრები, რომლებიც ნებისმიერი ტიპის საფრთხეს უპასუხებენ, განაცხადა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა. მომბე ამ დროისთვის დასრულებულია. მე 16 საათამდე გემშვიდობებით, დროებით.